სეზონის გახსნითი შეჯიბრიდან გიბრუნდებით, ზომბი ჩელენჯი. სახალისო შეჯიბრია, საკმაოდ მასშტაბური, ვიდეოში კი ნახავთ. ცოტა ამინდი რაღაცა ვერ არის წესიერი, მაგრამ იმედია ხელს არ შეგვიშლის. და რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ვერვდებით ვიდეოებს. ამჯერად ყველაფერი მზად არის, საინტერესო სიახლეებს დაელოდეთ და ფაქტობრივად მუდმივ რეჟიმში განვაახლებთ უკვე ვიდეოების დადებას. ეხლა კი გავაგრძელოთ შეჯიბრზე. სულ მალე აცტეკში, შემდეგი ბრენდების სრული არჩევანი. FX Airguns, Airgun Technology, Karma Airguns, Umarex, Nova Vista Airguns, Gameo, Saber Tactical, Donny FL, Element Optics, Arcan Optics, Discovery Optics, Predator JSB Match Diablo, Zen Projectiles, H&N Sport, AEA Airguns, Ecutech, Atlas Bipods, Leapers UTG, Tushing, Victrix Armaments. მეგობრებო, ტურნირის წესები კი ვიცი, მაგრამ ცოტა რო არ ვიბოდიალო რაღაცები, ანდრიას დაუძახით. ანდრია, ყოვერთი წუთი. ეხავე მოვა. ბევრი რო არ ვიბოდიალო, შენ გაყვები გოგას და რაღაცა წესი არ თაგვიხსნი ხო წესებს? Agustin? Agixnit. კი ბატონო, მე ვერ აგზავნებს. წესებს აგიხსნით. აპოკალიფსის კარიბჭე შეაღო ჩვენმა ერთ-ერთმა მსროლელმა მიდის პირველ პოზიციაზე, სადაც დახვდება გლუვი, თოფი, საიდანაც გააკეთებს ორ გასროლას კარტეჩის სისტემის ვაზნას გაისვრის, უნდა დააზიანოს ზომბის სილუეტები, პირველი და მეორე სილუეტი. ერთი კაკლის მოხვედრაც ნიშნავს, რომ ზომბი განეიტრალებულია და შემდეგი პოზიციიდან უკვე გადავა სხვა სამიზნეების დაზიანებაზე. მსროლელს გაძნელებული აქვს კარტეჩის მოპოვება, რკინის ხუთშია ჩაყრილი, სადაც ბევრი სხვადასხვა ვაზნაა, გასროლილი რა თქმა უნდა, უსაფრთხოების თვალსაზრისით და მან უნდა აღმოაჩინოს მხოლოდ ორი ვაზნა და უკვე მსროლელი მზად არის და სიარაღს აიღებს, რომლის მიმწოდებელი გადახსნილია უსაფრთხოების თვალსაზრისით. სამედიცინო ჩანთა თან დააქვს მსროლელს ბოლო წერტილამდე, სადაც ის უკვე ამ ჩანთას დატოვებს და დანარჩენს მერე იქ აგიხსნით. ეხლა მივადევნოთ თვალყური მსროლელს, რომელიც მეორე პოზიციაზეა, კლიპს მოათავსებს იარაღში, მიმწოდებელს მიწევს, მწოლიარე პოზიციაა. და 30 მეტრზე უნდა მოხსნას 5 სამიზნე გონგი, მხოლოდ 5 გასროლა აქვს. ხუთივე გონგი წაქცეულია და დამატებით, როგორც ჩვენმა მთავარმა მსაჯმა თქვა, 25 წამი მიიღო ჩვენმა მსროლებმა. გადავდივართ შემდეგ პოზიციაზე, ეს არის მესამე პოზიცია, სადაც ჩვენი მსროლელი საბურავს დაეყრდნობა და დაყრდნობილი ესვრის უკვე 45 მეტრზე სამ ყვავის სილუეტს და სამივეს მოხსნის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქულები შესაბამისი იქნება. ამის შემდეგ უკვე მე გადავდივართ მეოთხე პოზიციაზე და დაველოდოთ მეოთხე პოზიციას. ერთი უბრალოდ დაფიქსირდა თითქმის მორტმა, მაგრამ ეს წაქცევად არ ითვლება. გამომდინარე იქედან, რომ რეალურ მოცემულობაში ყავს შეიძლება ბუმბულში გაუაროს ტყვიან და გაფრინდეს, ხო? ამიტომ უნდა წაიქცეს სამიზნე, ამ შემთხვევაში ითვლება დაზიანება. ჩვენ გადავდივართ მეოთხე პოზიციაზე, ძალიან რთული პოზიციაა სხვათა შორის. 60 მეტრზე ჩამოხლულ მდგომარეობაში უნდა ესროლოს მსროლელმა 5 თეფს და უნდა დაამსხვროს.
მოკლედ მსროლელი გააგებს ამ დომბების შემაკავებელ კარს და გადადის შემდეგ პოზიციაზე. შემდეგი პოზიცია ეს არის მეხუთე პოზიცია, სადაც ეგრეთ წოდებული ტრიპოდის გამოყენებით ისვრის უკვე 50 მეტრზე, რომ დააზიანოს გონგები, რომელიც არის ზომბების თავები. წავედით. გვერდზე სილუეტი. ჩაუგორე. აჩანიშე. სილუეტი. ახლა გადავდივართ მე-6 და მე-7 პოზიციაზე. მე-6 პოზიცია არის 100 მეტრზე დამაგრებული გონგი. სროლელს აქვს 2 გასროლა. პირველივე მოხვედრის შემთხვევაში შეუძლია გადავიდეს მე-7 პოზიციაზე, მაგრამ პირველის აცდენის შემდეგ მას ეძლევა შანსი მეორედ ესროლოს და მოხვედრის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის კულას იღებს და შემდეგ გადადის მე-7 პოზიციაზე, სადაც არის ყვავის სილუეტი, სადაც ერთი სამიზნის მორწმის შემთხვევაში ის წაიქცევა და მის ქვემოთ დამაგრებული სამიზნის მორწმის შემთხვევაში ისევ გასროლდება. აქ სროლელს აქვს ულიმიტო სროლა, შეუძლია მანამ სანამ სამიზნე არ გასროლდება ესროლოს და ამით ის მოიპოვებს სლაგს, რომელსაც ესრის მერე დიდ თამარ გონს. ახლა უკვე სროლელი, რომელმაც მოიპოვა უფლება, რომ ეგრეთ წოდებული სლაგი, ოღონდ პნევმატური ამ შემთხვევაში აღარ არის, ყუთს ხსნის, სადაც არის ეგრეთ წოდებული სლაგი, გულულიანი თოფისთვის, ერთ ცალს აიღებს, ჩანთას ტოვებს და მიდის. აკო, მოდი გთხოვ. როგორი დაღლილია უბრალოდ შეხედეთ რა. დაახლოებით რა საშუალოდ ალბათ 10 წუთი სჭირდება თვითონ მოასპარეზეს და წინ და უკან დარბის ყველაზე რა. მეათე მონაწილე იყო ეხლა რა უკვე შემოტყვა. ჯერ მესამედია თან ხო? მესამედი არის კი. 20 კაცი კიდე წინ არის. და სავარაუდოდ ცოტა ხანი კიდე მოგვიწევს სიკვდილი რა. მაგრამ ცოტა ხანი მსუბუქინად ხო. ისეთი ექსტრემალური შეჯიბრია რომ ნუ ჩვენც მაგისთვის ვთქვათ რომ ვიბინოთ წინ და უკან. ხო, ძალიან მაგარია. სოციალურ ხორდონეს სამნახოს ეს რაღაცა. ეს არის ინოვაცია, ჯაჯას ოფიციალური არის, ეს ზომბი აპოკალიფსი. რაც შეიძლება და ართულა, რაც შეიძლება სცენარი შექმნან. და რაღაც ეს გვამები ძლები. ხო. კონჩები და რა ვიცი, ჰოლოვინის ისინი არის რა დეტალები. ძალიან კაი. ვაგრძელებთ მოკლედ შეჯიბრსა და ყველა დრომას განახეთ. არა ძანდებოდე, დამიმახსოვრე. დაგიტინე ახლა. ორი დარჩა. ლიფტი. ორი დამჭა? ხო. უში. 50 მეტრი. ხო. მორწმები არის? კი, სიგურჩია. იგარი, მეხუთე იყო? ავედი ძევი.
ტყვია ქარზე არ გადაიტანს. იმ ჯორებს ისვრის? ხო. Topim agidazı. Penes lagi. ხო. მოკლედ. არაფერი მეთქვის იარაღზე. მე როგორც თქვი. მე თვითონ რაღაცეები კორექტირებები რაც უნდა გაკეთებული ჩემთვის. კი, ჩაჯდა ის, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტად გავითვალისწინე ქარი. აჰა. რამაც უფრო ზედმეტად შემიშალა ხელი ამ ტყვიებზე. არა, მაგრამ ნუ ამაზე ვერ ვსვერვამ. თვითონ იარაღზე ერთი მომენტი უნდა მეკითხა, მსროლების უმეტესობა იდეაში უწევდა ხოლმე კლიპში ახლად ტყვეების ჩატენა და უბრალოდ არ აქვს კლიპები თუ არ შეიძლებოდა მგონი მეორე კლიპი იხმარე, ხო? მე მეორეც და მესამეც ჩავდი, იქიდან ერთი ტყვია დამჭირდა. მაგაზე შეზღუდვა არ იყო. შეზღუდვა არ აქვს. შეგიძლია უბრალოდ გამზადებული მქონდა 3 კლიპი. ჩავდე, ჩავალაგეთ 2 გავხსნა. ტყვიები წინასწარ გამზადებული იყო. კი, შეგიძლია კლიპში გამზადებული ქონდეს, ოღონდ შენახული. და მაშინ როცა ადგილზე ვართ, გამოვაგდებთ. ჩავდეთ გულვის შემდეგ და მერე ვაგრძელებთ სროლას. ხო, ნუ არის იარაღზე რამე თქმის. მე უბრალოდ ძალიან იმედი გამიცრუდა იმ ჩემი თვალსაზრისით, ჩემზე ვიძახი საკუთარ თავზე. აი 100 მეტრზე გავითვალისწინე ზუსტად ის ქარი და რაღაც. თორმე არ უნდა გაითვალისწინე, იმიტომ რომ ეს ტყვია მძიმეა, ზანის 1.55 მეტრებია და 24 გრეინი. 60 ჯოულით. 60 ჯოულით. დაახლოებით 60 ჯოულით ვისრი. გაძლიერებული. Snowbacks 25 მეტი XB. გაძლიერებულია მაქსიმალურად. დაახლოებით 60 ჯოულს იძლევა. და 4 და 5 კალიბრში 1.55 გრამი ან 24 გრეინი მე მგონი ფაქტობრივად მაქსიმუმზეა მაგას. მაქსიმუმზე ხო კი. ასეთი რამე ჯერ მე მგონი 25 XC არ ყოფილა და მე მგონი ესეც რა თქმა უნდა დიდი პლენუმის წყალობით. ნუ პლენუმი 90-იანი რა თქმა უნდა. თავისთავად და თვითონ იარაღმაც იარაღიც იძლევა საშუალებას. რულებია ძალიან კარგი ახალი პატეჟი როგორც თქვი, აკოსტებურები ამაში და რეგულატორი 155-ზე. 152-ზე. აჰა. ოკეი. აი, წარმატებებია, მადლობა. Ფიჭე მე 100 მქონდა იმ. ნახე რა მარცხნივ შენ ხელებს ვენაც ანუ ეს აი რო გასწორებ მე გამო რამე მაძლებს აი ერთ-ერთ მომაძლებს დავი არა ბიჭო ეგ ჭამეთ გოისაშვილის მარცხნივ დააგებ ამით აქ შეღებილი ძმა. ო შეღებილია ძმა აბა ეხა წავა დაადეც 15 კლასს აბა რა აჰა ხელზე გადადის ნახე ეი მაგარი Day-State 4-5 კალიბრი მოკლედ რაღაცა ვქენით რა საბოლოო შედეგები დაიდება ახოთ რა როგორ ანაირად წარმატებები ყველას და მადლობა მაღაზია Aztecs ამ საოცარი ქმნილებისთვის სური შემოგევლე მე შენ მოგითხო შემოძამიკო წავედით აი მოგესალმები აბაშალვა ძალიან საინტერესო შეჯიბრია რაღაც უპრეცედენტოც ხო ალბათ ცოტა იმის მოგური და ხო თავიდან ზომბი ჩელენჯი ორ პირაში უკვე ადგილი შესაძლებელი ფიზიკურად 30 ერთ დღეში ვერ ჩავტოვდით ხო იდეაში და ტურნირი გამოდგა ძალიან საინტერესო მიუხედავად იმისა რომ და ეხლა მე ხوار სროლა მარტივია თეორიული
არ არის, ნუ ერთი სახეობა რა, სხვადასხვა ყავებს ზონებში. მე-13. ორი მორწმის წერტილი აქვს ზონს. ასევე რომელს იგულისხმება ტანი და კონკრეტული წერტილი, რომელიც უფრო მეტი ქულა. ეს ყველაფერი ხდის ძალიან აზარტებს რა. ვინტაჟი რაღაცა ისეთ რა დეტალები მოვიფიქრეთ. გვამები. ბუნებრივი ძვლები საქონლის ცხენის რა ვინდა და რა არის. ნუ ძალებაც მოგიწია რა. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ნაციონალურია ტურნირი უნდა გახსნა ჩემი აზრით ესეთი რაღაც. ბოდიში ეს ტურნირი უბრალოდ გახსნითი სამოყვარულო ხასიათის არის და არა რაღაც საკვალიფიკაციო მომენტია ნახეთ, ხო? სამოყვარულო ხასიათის არის და აქედან გამომდინარეა 80% დამწყება. ასევე ქალბატონებიც ორი ქალბატონია, რომელიც ისვრის სხვადასხვა ვარჯიშებზე კარგი შედეგი დაწეს. ნახოთ რას. და რაც დავაკვირდი ძირითადად მაინც ბულფაპის ტიპის იარაღებია, ხო? ის შეჯიბრი ცოტა ნაკლებად აიტანს კლასიკურ ტიპის იარაღს. უხერხებელი იქნება ცოტა. შენ ჩამოტანილ დელტას ნახავდი. Red Wolves ერთადერთია კლასიკურ ვარიანტში გამოდის. დანარჩენი ძირითადად ბულპაპია, რომ მოძრაობად იწევს რა. მაგრამ ბენჩრესტი დავდება ივნისის ბოლოს და იქ უკვე ძალიან ბევრი კლასიკური ტოპი გამოვა, იქედან გამომდინარე, რომ ზუსტი პროცესული სოლისტვის კლასიკური ტოპია იდეალი. ერთი კითხვა კიდე ცოტა საინტერესო მომენტი შევატყე. ნუ რა თქმა უნდა, პოზიციიდან პოზიციამდე გადასვლისას პირკეტი არ უნდა კონდეს მიწეული, თქვია, არ უნდა იყოს წასული ლულაში. ნუ იარაღის სხვადასხვა ტიპებიდან გამომდინარე, ნუ არსებობს რაღაც ნახევრად ავტომატური იარაღი, ხო? რომელსაც საერთოდ არ აქვს იდეაში პირკეტი. აი, ცოტა ფორს-მაჟორულად კითხავ ამას. აი, რა მომენტი იქნება ეს? უბრალოდ მცველი უნდა ჩავკეტოთ ამ დროს, მაგას მიექცევა საჯისგან ყურადღება. მაგ შემთხვევაში როდესაც ნახევრად ავტომატური იარაღი გამოდის, ექცევა მხოლოდ მცველს ყურადღებას. ამ შემთხვევაში პირკეტი გვაქვს მცველის ფუნქციით, აღმოწევ, იმ შემთხვევაში უკვე თვითონ მცველია. ინსტრუქტორიც ნახავდი სატესტო გასვლა რო გავაკეთეთ, სამი კაცი დაყვება სროლს. თან ვაკონტროლებენ იდეალურად რა. სროლი კონტროლი უნდა იყოს. იდეაში ეს ბერკეტი მეტად თვალხილული მომენტია და არ აგერევა, რომ არ არის ლულაში ტყვია მიწოდებული რა. კი, რა თქმა უნდა და ერთი საჯი იწერს მონაცემებს. მეორე აკონტროლებს სამიზნეს რომელსაც და ხოლო მესამე არის ზუსტად მაგისთვის რომ უსაფრთხოება უზრუნველყოს. აქედან გამომდინარე ამ დაცულია ყველაფერი, ყველა სტანდარტი და ასე შემდეგ. ნუ მithumetes როცა დამწყებული სროლელი მოდის, კონტროლი სჭირდება მას. შედარებით პროფესიონალური სროლელისგან სჭირდება ყველა ვარიანტში. რას თავარია წლიდან წლამდე ვითარდება და იხვეწება და კი, ნამდვილად ასეა. პნევმატიკა ვითარდება საქართველოში. თამამად ვიტყვი, რომ ამის ერთ-ერთი ნოვატორი შენს რა, რადგან მაღალი სეგმენტი შენ შემოვიტანე ჩვენთან. FX-ი და State-ი უმაღლესი დონე და ხალხმა გაიგო რომ ამის გარდა რაც ჩვენ გვაქვს, არსებობს კიდევ სხვა რაღაც, რომელიც განსხვავდება რადიკალურად. რის გამოც ზოგადად პნევმატიკამ სახელი გაითქვა? რა თქმა უნდა. შეიძლება იყიდო 2000 ლარიანი ტოპი და ისროლოს იდეალურად, მაგრამ შენ როცა სრული კომფორტი გაქვს, სიჩქარეთან თამაშის რეგულირების პნევმატური იარაღის სრული ცოდნა. დიახ. მე უკვე ჩვენებაზე ვაკეთებთ ყველაფერს. კარგია, რაღაც მეტი და მეტი ინვესტიცია მიდის პნევმატიკაში და აღარ ენანება ხალხს რა. კაი, შალვა, აბა გავაგრძელოთ შეჯიბრიდან. კი ბატონო. ოპი, გადახსნილი გაგდა 1, 2 და 3. დავით.
აბა დაიწყო ბიჭებო. სურპრიზი. პირველი ჩააგდე. მიაწესი. მეორე დაბლა. მიდი დაიკიდე. ოჩა. პოზიცია მეორე 30 მეტრი. ოჩა. ვა, პოზიცია მესამე. აკვაკ. 40. ამი ქვედა ყვავები, რაც მიწაზე გამაგე. არის 60 მეტრი. შემდეგ შესროლა იგივე საღარეს. ხოდა აქედან კი ვეღარ ხედავ მე მაგას. ზუმში რო ხარ. Ormuzda metri zonda. როგორ გაუმაზე ისინი. აქ დრო ბევრი გაქვს, რამდენი წუთი დარჩენილი? ზომები 50. 50 ზომა. სართულია ბიჭო, არ მიხარ და ისე. ხო არა? ტანში ხო იყო? ტანში იყო. მაგავე პოზიციიდან.
კარგი, მაშინ მესამე ადგილი გამოაცხადოთ 184 ქულით. 178 მეგონა ყველაზე მაგარი, ხო? 184 ქულით, 7 წუთით და 1 წამით. მესამე ადგილზე გავიდა ბაბაშვილი გია. ეხლა შენ. შენ ბიჭო, ეხლა იმდენი რაღაცა გაქვს, წასაღები აქვს რა. რო ჩამოსათვლად ცალკე სიამა გაკეთებული. პატარა მანქანა მყავდა ბევრი რაღაცა. ესე იგი, პირველი ჩვენგან ეს აირგანისგან გექნება საჩუქრად. ორი ესეთი რაღაცა. ერთი ეს არის იარაღის გასაწმენდი ნაკრები. გამოგვადგება. ეს იმისაც რომ სპორტული ფორმა არ დაკარგო ხოლმე შიგნით ის არის გადაკოტრიელი, გადმოაკოტრიელი სამიზნე, გაარტყავ, გადაკოტრიელდება, გასწორდება ისევე სულ. ანდრია მოდი ვერ დაძრავს მარტო. კარგია. ასწორებს გადაკოტრიელი. ეგ ერთი ბატონო. ეხლა კომპანია აცტეკისგან. ჩვენი თქმილი გემრიელი კომპანია ჩუქნის ესეთ ბატონო ლამას ოპტიკას, კომპაქტორს, დისკავერის. შემონივდი ქონიებდი, მაგრამ შენი არის ბატონო. მშვიდობაში გამოიყენე. მადლობა. ეგეც არის. გაიხარეთ. ეხლა მაინც საწახვეთ. ეხლა ეს კიდე არის ცალკე კომპანია სნაიპერისგან. სნაიპერ ჯირო არის ეს მაღაზია, აი მისგან არის ეს არის სპეციალური დანა, ბატონო. და თან წავიკითხოთ ეს რაღაც სმით ვესონის დანა არის. რაღაც ძიშოკა დანა არის და თანაც თავია ისეთი ჩასადები აქვს ტყავის. რომელიც არის ხელით გაკეთებული და არა რაღაც სტანოგზე დამუშავებული და ავტომატურ რეჟიმში გაკეთებული. ასე რომ ესეც დაათოს რო ნახავ, პირადად მოვხადე მადლობა. და აუცილებლად რა თქმა უნდა აი ეს მენახოს შენგან ღორი დაკრული ამდანით. გარეული ღორი ჯობია უფრო გემრიელია რა, მე თუ დამიჯერებ რა. ან დავჭირი მაინც ხორცს. ეს რა თქმა უნდა კომპანია იატაგანისგან შვიდობაში, ბედნიერებაში და სულ წარმატებაში. მადლობა, გაიხარეთ. აბა ხეიცა, ვაუჩერი. ვაუჩერიც არის და სიგელიც არის რაც მთავარია. იმდენი გავერთეთ ეხლა ლაპარაკში რომ ვეშმე შოკი გვიდა. სიგელი მესამე ადგილის. და ვაუჩერი ისევ კომპანია იატაგანისგან. 400 ლარიანია თერმული ოპტიკის შესაძენად. რა ვიცი რა. გამეც მენახო შენი თავი გამარჯვება. გაიხარეთ, მადლობა. და მაისურის უნდა ამოვჩი რომელიღაც. ესეც კომპანია იატაგანისგან. სადი მოჭდი მუგრანდი. აბატონო, აი ესეთი მედალი. ევროპული მედალია, ხო? ჩამოვხდით ბატონო და წარმატებით გვინახოს მადლობა. თუ რაღაც რა ვიცი გვინა ესეც კონდე. გავაყოლეთ მაინც არა, არაფერი დამჭირს, მაინც აბა კიდე ნახეთ. ხო რა ვიცი ხა ისეთი რაღაცები გამოგჩა შეიძლება კიდე გაგავხსენდეს რაღაცა და დაგიძახეთ. დიდი მადლობა, გაიხარეთ. შენ გაიხარ, შენ გაიხარ. მადლობა სპონსორებს, მადლობა. კარგი. ეხლა გადავიდეთ უცებ მეორე ადგილზე, ბარემ. მეორე ადგილზე ადამიანი, რომელიც რა ვიცი რა ყველაფერში იმარჯვებს ხოლმე, თუ რაღაც ორი კვირის წინაც გაიმარჯვა, ოღონდ ცეცხლებში და ნავთებში. ზურა დოლენჯაშვილი სადა ყავს? ბიჭო! კიდე 8 წუთი და 44 წამი. ეს შენ გადმოგეცემა სერტიფიკატი. ეს შენ აუცილებლად გადმოგეცემა რა თქმა უნდა ჩვენი медали. მეორე ადგილის. შემდეგში მენახოს პირველ ადგილზე ბატონო შენი თავი როგორც ცეცხლებში. ეს დაიჭი და ეხა მაიცა, ეხა დაიწყება თელი არ დაიწყება რა. პირველი ჯერ ჩვენგან ეს აირგანისგან მარტივი რაღაცები. საჭხილ კიდელაო გასაწმენდი რაღაც ნაკრები. მადლობა. ეს არ ვიცი აირგანში ეხა პირველად დაგინახე შენ გარშე, არ ვიცი თუ მაგით ერთობოდი, მაგრამ შესაბამისად ამითაც რაღაცა წაიმაიმუნებ ხოლმე ხელს გაივარჯიშებ, რომ შემდეგში უფრო ზუსტად და პირველ და პლუს პირველ და მერე პლუს პირველ ადგილზე გადახვიდე ხოლმე რა. ეგ ერთი. ეხა გადავედით კომპანია აცტეკისგან. ცირაკაი რაღაცა არის ამაში. მეც მინდოდა, მაგრამ არ მაძლევენ. ასე რომ მეორე ადგილს მოგებულსო, აი ესეთი პრიზი ბატონო. ძალიან მაგარი. დაკითხულობ. შვიდობაში. так, ეხა მაიცა, ეხა კიდე ესეთი ვარიანტი. კომპანია სნაიპერისგან, დაიგერ არის, სპაიდერკოს დანა.
არა უკაცრავად ეს ოპინელია სპაიდერკო არა და რა თქმა უნდა იატაგანისგან ორი რა მინიმუმ რა ხო როგორც ასეთი ეს ერთი გარდა მაგისა გადმოგეცემა ვაუჩერი იატაგანის ნუ ავიცი აღა იმდენი რაღაცა მიატაგე ყველაფერი ესე 400 ლარიანი ვაუჩერი არის რა თქმა უნდა ისევ და ისევ თერმული ოპტიკაზე ფასდაკლების ვარიანტში და დარჩენილი ორი მაისტრიდან შეგიძლია ნებისმიერი აირჩიო, ოღონდ ორივე მარტო XL-ი გვაქვს დარჩენილი. მაისტრე. სწორედია რა. რომელსაც დავაგებთ. აჰა, იყოს თვალე, ბატონო. კარგი, რა ვიცი. მადლობა. წარმატება და შემდეგში პირველ ადგილზე მე კულმინაციაზე პირველ ადგილზე, აი დედა უტირა ყველაფერს რა. გაიტანა სულ იყო მაქსიმალური ამასობაში ქულების რაოდენობა თუ გახსოვთ დავთვალეთ ეგან მაგალითად არ ქონდა თავიდან დაწული, იმიტომ რომ ვიცოდით რომ პრაქტიკულად ვერ მოიგებდა. მაგრამ მაინც მოიგო და საწავიდა. მოკლედ ყავს ესეთი გამარჯვებული ჭერაშვილი სოსო. Bravo! დაგიფასდა თვალება, დაგიფასდა ნამდვილად. სულ მოკლედ 215 ქულა აგროა, 13 წუთი და 24 წამი დახარჯა. პირველი ადგილის სიგელი ჯიგარო. მადლობა. აი ესეთი დაჯღანული თოფით თუ ამდენ ქულას გააკეთებდი ამისთან ამიჩი და კარში რა ვიცი. ეს რა თქმა უნდა პირველი ადგილის მედალი. ვიტა შეიკისერი აქა. აჰა, ეგეც ეგ. ეს მაგისტვის ეხა კარგად და თბილად რო შეინახო ხოლმე და ეხა საწაფი და ეხა მაიცა და გერკა რა. ეხა და გერკა. ხო, ნუ რაღაც ის სუპერმარკეტის ტაჩკა მაიცა. აიცა მაიცა ჯესათხარ ესე. ჯერ დავიწყოთ ლაითი ვარიანტი. აჰა. აბა. საწმენდი ნაკრები ჩვენგან. და ესეც გადააგორე, გადმოაგორე სამიზნე იმსაც რომ ხელი უფრო გაიწაფო და შემდეგში პირველ ადგილზე უფრო მაღლა მოხვიდე ხოლმე რა. ძალიან კარგი. ეხლა ესეთი რაღაცები ნახე იქ იმდენი რაღაცები არის მოკლედ ენამბემბება უკვე თქმაზე. რო გითხარ წილიშკა გინამეთქი რაღაც პატარა. კომპანია ასტეკისგან. ბიჭო ეს მოდელი მეც მაგდა მინდა გითხრა ძალიან მაგარი რაღაცა. აი ვინა ჯერ რო გახსნი ვინა აი შახედე რა, შახედე ნახე რა მაგარი რაღაცა. კი, აი ეს არის ნამდვილად შენი. მაგარია. ჩათვალე პრაქტიკულად კოლპიტონის ასლი კვალი გაქვს. არ გავარდა ბატონო. რა მაგარია. ეს თავისი თვიებიც აქვს. ამას ჩადის. რა თქმა უნდა პნევმატიკაა ეს ცეცხლსასროლი არა, პნევმატურ შეჯიბრზე ხარ, ხო იდეაში. მოკლედ აი ეს შენ კომპანია აცტეკისგან, კომპანია აცტეკს დიდი მადლობა ესეთი სასიხარულო რაღაცეებისთვის. ძალიან გამიხარდა. მადლობა. და ეხა კომპანია სნაიპერისგან აი ეს დანა. ეს არის Old Bear-ის დანა. იტალიური წარმოების დანა, აი გემოთი და იტალიური იმით რა ქვია, პიცით გაკეთებული რა. პიცის დასაჭერად გამოგადგება გარანტირებული. გითხარი პატარა რაღაცა მოიტანებები და არაო და ხა. ეს რა თქმა უნდა კომპანია იატაგანისგან. ბიჭო, კახელი ხო ხარ? ხო და ღორზე მე ჩამოდივარ რა და შენ არ ვიცი ყოდები და დამახოთ. ეს იატაგანისგან 400 ლარიანი ვაუჩერი თერმული ოპტიკის შეძენაზე ფასდაკლების ვარიანტში და ეს ეხა შენ ზომაზე არ ვიცი 2XL-ი როგორ ჩაგიტევა. სხვა ჩიკო. არ ვიცი შენ გადაწყვიტე როგორც არის. ესეც კომპანია იატაგანისგან. ეგ რა, ხილია, ხელი. ვისაც თუ მოგერგებათ რა ვიცი. так. შეგერგეთ. ეხა მოდი აქ კაცო, მოდი აქ. ეხა კომპანია ლეგიონ ბათუმისგან. აი ეს ბაუფენგის აი ესეთი წყვილი რაცია. მე მგონი სერტიფიკაციის გავლა მოგიწევს მე მგონი რა, ის ლაპარაკი წესით არ შეიძლება თქვენი კანონით. ეგ ერთი და ცა გავხსნი მე. ესეც ვაუჩერი ლუდი აფენისგან. რომელიც არ 1000 ლარზეა თუ 100 ლარზეა? 100 ლარზე. 0 დააკლათ მე მგონი, ამას არ იყო. 0 იქ. 0 იქ არის ხო? 0 იქ ყოფილა მე იქ ვიხვალ და დალე დანა. 0 იქ არის დასალევი. რომ დავიყვანო ბიჭები და ვაქეიფო. რაც გინდა ის ხილი კაცო. ავიცი ბრო. აბა ეს ეხა მინდა გითხრა რომ წადი გამანები თავი მეთქი, მაგრამ რა ვქნა აგერ არის მოა გრუპისგან კიდე აი ეს აი. აი ეგ არის საჭუქარი. ეს თავი შასადები ბაგა. არია. აი
შემდეგში მენახეს რომ მყარად გეხარ და ისე ისწრი ხოლმე რა. მადლობა. ორი ხელი ყოფნის, ორი ფეხი ყოფნის არა ასაკი. ყოფნის, აბა ყოფნის. არა ყოფნის, ხო და მაგას გეუბნები რა. მოსულიყავი ცოტა რაღაც დიდი მანქანით რა. გაი მოკლედ. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. წარმატებებს გისურვებ შემდეგში. ასეთი რა ჩადეთ. რა მაგარი უთხრა. ძალიან სასიამოვნოა ხო? ვის სიამოვნე ნამდვილად. რაღაც მეგობრებო, ერთი არგიტაში დაუკრა ჩვენს საოცარ სამეულს. მადლობა ყველას. ლევანდელი შრომისთვის. მოკლედ, ეს იყო წლევანდელი წლის პირველი შეჯიბრი ზომბი აპოკალიფტო და ორქით, ასეთ ვთქვათ, სახალისოდ. იმედია მოგეწონათ ამ ტიპის შეჯიბრი. შემდეგში რაღაც ამ დაგვარს კიდე გაგიჩალიჩებთ. იმედია კიდე გაერთობით ხოლმე. და შეგახსენებთ, რომ წელი ეხლა დაიწყო, სეზონი ასე ვთქვათ შეჯიბრების. წელს კიდე გეგმაში რამდენიმე გვაქვს, 3-4 შეჯიბრი კიდე გვაქვს. 6, ნუ ეს გასვლითი ვარიანტი და ხა. ნახოთ. კახეთში, ბათუმში. კახეთში, ბათუმში. თუ გამოგყვებით იქაც დიდი სიამოვნებით გიხილავთ ბატონო, პრიზიორები თუ იქნებით თვით უმეტეს. 4 ტურნირი იქნება თბილისში. მოკლედ, აი ესეთი წელი გველის. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. იმედია ოპერატორსაც მოუწევს მონაწილეობის. რა თქმა უნდა. კარგი, ყველას დიდი მადლობა, ნახვამდის. შემდეგ შეხვედრაზე, შემდეგ შეჯიბრზე გნახავთ.